უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება გადაწყდეს უკრაინის გარეშე. ტრამპი პუტინის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერების საერთო პოზიციაა, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. მათი განცხადებით, საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს და მოლაპარაკებების საწყისი წერტილი კონტაქტის ამჟამინდელი ხაზი უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონის მახლობლად თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს უმასპინძლეს. BBC-ს ცნობით, მოლაპარაკებები ამერიკის მოთხოვნით გაიმართა. მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომი იყო. პოზიციები ნათელია მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან იჯდება ოკუპაციის აღიარების გარეშე. ფრონტის ხაზი საზღვარი არ არის, განაცხადა ანდრეი ერმაკმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთში ქალაქ სარატოვში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა დრონების გამოყენებით დაბომბა. ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქებები ისმოდა რუსეთის სხვა რეგიონებშიც. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ 15 რეგიონში 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ყირიმში. 2013 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარი ძებნილი პირი მარნეულში დააკავეს. აზერბაიჯანის მოქალაქე ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. უცნობია, როდის და როგორ მოხდა საერთაშორისო ძებნილი საქართველოში. ამჟამად დაკავებულის მიმართ წინასაექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.